მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ ასეთი გაშლა გავაკეთოთ, მისი გულრწყველი საუბარი შენს სულთან. მოდით ასე გავაკეთოთ, რომ არა აქვს მნიშვნელობა თქვენ ახლა რა მდგომარეობა გაქვთ, შეიძლება ერთად ხარ, შეიძლება არა ხართ ერთად, შეიძლება მანძილი გაქვთ, ხო? უბრალოდ მოვისმინოთ მისი საუბარი, თქვენ მივხვდებით რა თქმა უნდა, წინ გაშლიდან მე როგორც ყოველთვის მაგ კითხვები მომზადებული და ნუ დავიწყოთ, ხო? თუმცა კარგით მოდით გავაკეთოთ. ხო, რა ხდება თქვენ შორის? ეხლა რომ უფრო იცოდეთ მაგამ პრინციპს შეიძლება თუ უკვე მოხდეთ ამ გაშლაზე, უკვე მიიღებთ რაღაც ესეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ისედაც რა. ნახოთ ეხლა რა ხდება. Так, ну, აქ შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანებმა გაიარეს რაღაცა გაკვეთილი. აქ არის როგორი თემა, ახლა აგიხსნით რა. ასე იგი, ვისთვის იქნება ეს გაშლა. პირველ რიგში შეიძლება თქვენ ხართ ოჯახი, მაგრამ იყო რაღაცა ესეთი მომენტი, შეიძლება იყო წასვლა, მაგრამ აქ არის დაბრუნება, უეჭველე. და კიდე შეიძლება თქვენ გაიარეთ რაღაცა უდიდესი გაკვეთილი და თქვენ მივხვდით, რომ ნამდვილად მაინც ერთმანეთი გიყვართ. კიდე შეიძლება თქვენს მიმართ ეროფანტი არის, ხო? ამიტომ თქვენს მიმართ შეიძლება იყოს რამე დიდი სხვაობა, მაგრამ ნახეთ ეს ძალიან დიდი სხვაობა, აქ დიდი სიყვარულიც არის რა. და სხვაობა რაში? შეიძლება ასაკი, შეიძლება რელიგია, შეიძლება მენტალიტეტი, შეიძლება განათლება, სტატუსი, ну, ყველას თავისი, რა თქმა უნდა. და ანუ აქ გვაჩვენებენ შეიძლება ყველაფერი ერთად კიდევაც და აქ გვაჩვენებენ იმას, რომ იმის მიუხედავად, რომ არის ეს სხვაობა, ამ ადამიანებს აქ ძალიან დიდი სიყვარული და ეს სიყვარული ისეთი ანუ როგორ ვთქვათ, აი გააზრებული, ხო, რომ ეს ადამიანი, ანუ ნუ აქ თუ არ მოვიდა დაბრუნდება უეჭველი, ყველა ვარიანტში იცოდეთ, რომ ეს ადამიანი დაბრუნდება, იმიტომ რომ ეს ადამიანი მოერევა რაღაცას თავის თავში და აქ ჩქარი დაბრუნება არის, ან უკვე დაბრუნდა, ან დაბრუნდება ადამიანი თქვენთან, იმიტომ რომ თქვენ ხართ ხალი ოცნება, თქვენ ხართ ხალი, რომელიც ეს ფიქრობს, ეს სიზმრება, თქვენ ხართ მისთვის ღვთის საჩუქარი და ნამდვილად ეს ადამიანი თulis რომ თქვენთან უნდა რომ იყოს, თქვენთან უნდა იყოს, აი ვინც რა არ უნდა თქვას, როგორიც არ უნდა იყოს, თქვათ, აი მთელი ოჯახი ყველა რომ იყოს, თქვათ, უარზე რა, აბსოლუტურად ყველა ადამიანს, თქვათ, ну, თავარია მე ვიყო კარგად, აგიღებს თავის პოზიციას და მე მინდა რომ ვიყო, აი ბედნიერი რა, ну, ეგეთი სიგნიფიკაცია, რა ვიცი, თუ იცანით რომ ეს თქვენია, ეს გაშლა, მაშინ უყურეთ, იმიტომ რომ აქ ნამდვილად იქნება ეხლა მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი და ვნახოთ ეხლა ჩვენ რა უნდა რომ თქვათ, აი რა გულრწყველი საუბარი თქვენს სულთან, აი რას გეტყოდეთ, შეიძლება თქვათ არ გეუბნებათ იმპერატორი ისეთია რომ თავისი, ну, 100.000 უძახი მე მაგას რა და თავისებური ტიპია რა და ვნახოთ აბა რა უნდა მაგას რას გეტყვის ეხლა. ანუ რა უნდა, რა სულს უთხრას შენს სულს ყველაზე ღრმა დონეზე. პირველი ასეთი კითხვა გვექნება ჩვენ. ნახოთ მაგისი ნამდვილი გრძნობა, რომელსაც ის უმალავს და აი თავის თავსაც რო უმალავს, აი ესეთი გრძნობა ვკითხოთ მაგაზე. მისი შინაგანი კონფლიქტი შენთან დაკავშირებით რა, აი შენს მიმართ რა, როცა ფიქრობს რაღაცა შინაგანი შინაგანი ბრძოლა ხო არის ხოლმე. რას გრძნობს ენერგეტიკულ დონეზე, როცა შენზე ფიქრობს. ნახოთ ეხლა ჩვენ მისი მთავარი გზავნილი შენს სულთან აქ და ახლა. ვკითხოთ რა უშლის ხელს ამას, რატო არ გეუბნება თვითონ, ხო, შეიძლება ბლოკები, შეიძლება შიშები, შეიძლება ну რაღაცა სიტუაციები ისეთი თქვა გარემოება, რა ვიცი, ნახოთ. და ანუ რა თქვენი კავშირის შედეგი სულის დონეზე. всё, დავიწყოთ აქ, ну აქ შეიძლება ან იყო მანძილი, ან არის ეხლა. და არის ძალიან დიდი ფიქრი, აქ არის დიდი მონატრება, ან ლოდინი თუ ჯერჯერობით არ გამოჩნდა ეს ადამიანი, всё დავიწყოთ ახლა ჩვენ. კითხვები არის მზად. პირველი კითხვა ჩვენ გქონდა, რა უნდა რომ რა სურს რომ უთხრეს შენ სულს ყველაზე ღრმა დონეზე.
აი რა სურს და ანუ ნახე იმის მიუხედავად რომ შენ ხარ ხმალების დედოფალი შენ კი ანუ ნახეთ რა უნდა გითხრას რომ მე ვიცი რომ შენ მე ხარ მისი სახელით ვილაპარაკებ ანუ კი მე ვიცი რომ მე შენ ძალიან ბევრი გაწყენინე მე შენ ბევრი ტკენა მოგიტანე მე ნამდვილად შენ მიგიყვანე აი ამ დონეზე რომ შენ ეხლა აი ასე ზიხარ და შეიძლება ჩემი დანახვაც აღარ გინდა კი, მაგრამ ჩვენ ახლა მაინც მენტალურად გვაქვს კავშირი, ნახეთ, აქ არის ისეთი ღრუბელი და თითქოს აი სულს რო უბერავს რა ადამიანი, მაგრამ მენტალურად ძალიან დიდი კავშირი გვაქვს, თუმცა შეიძლება შენ უკვე აღარც გჭირდები რა. ანუ შენ უკვე ხარ თითქოს აი აქ სიტყვა გამჭა. გარეული რა, ასე რო თქვათ რა. კიდე რა გინდა აქეთ რო აქ რო თქვა. ანუ შენ ახლა კი ბატონო. ანუ აქ არის როგორი მომენტი, მე თვითონ მე ანუ როგორ არის იცით? თვითონ მას რასაც კი, ეხლავე, მიცადეთ ეს გავწევი აქეთკენ. ანუ აქ როგორი არ არის? ეს შეიძლება მე ვფიქრობდი რომ აი ეს მე რო დაგშორდები შენ, ნუ ვიქნები რა სხვანაირად, მაგრამ ამ დროს ეს სიტუაცია პირიქით, ანუ ჩემ ხაპანკში მე თვითონ მოვხვდი და ნამდვილად ეხლა ვზივარ და არ ვიცი, ანუ აბსოლუტურად არაფერი არ მაინტერესებს, ერთადერთი ის მაინტერესებს, რომ რამე შეიცვალოს და ნამდვილად რომ შენ ისე მაინც ჩემი ხარ, კი ბატონო. აი რაღაცა საშინელი შეიძლება სიზმრებს ხედავდეს ეს ადამიანი და იმ სიზმრებში მე ანუ ეჭვიანობს რა, თუ დაუშვით ვინმე არის, ან თუ ვინმე გიახლოვდება, ან თუ ვინმე საერთოდ რამეს გეუბნება, არ ვიცი რა, აი მე ღამე შეიძლება გაიგებოძო, არა ეს ჩემია, რომ არავინ არ უნდა მიეკაროს. კი ვიცი რომ მე შენ გატკინე, კი ვიცი მე დავანგრიე, მე გავაფუჭე, მე მოუსპეს ყველაფერი, მაგრამ იმ ხაპანკში მოვხვდი მე თვითონ და ანუ ადამიანს უბრუნდება ის, რაც შეიძლება თქვენ გაწყენინათ ამ ადამიანმა. კი, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი იმპერატრიცა, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე საუკეთესო ქალი, შენ ხარ ის ქალი, რომელიც მე მინდა რომ იყოს, ანუ ჩემი იდეალი, ყველას აქვს თავისი იდეალი, ყავს თავისი იდეალი, ხო, როგორც ახლა ქალს კაცი და ხანო ქალს კაცი, კაცს ქალი. ხო? ანუ თქვენ ხართ მისი იდეალი, იმის მიუხედავად, რომ ეს ახლა აღიარებს იმას, რომ მე მიგიყვანე ამ დონეზე რა, მაგრამ იცოდე, რომ ეხლა ჩემ ცხოვრებაში მოხდა უდიდესი ცვლილება, ანუ საშენელება ხდება რა. მეგონა რომ მე მაგეთ აი ვიღაცას ვითომ ვატყუებ, ხო, მაგრამ ამ დროს მე თვითონ მოვხვდი მაგ ხაპანკში, მე თვითონ ვარ ეხლა უზომოდ ცუდად. ნახოთ ეხლა მაგის შემდეგი ხო, აი აქ ის რომ даже აი როგორ გითხრათ, ну, პრინციპში გითხარით რა, ეს უკვე ნახოთ ახლა მისი ნამდვილი გრძნობები, რომელიც თვითონაც კი უმალავს თავს. გრძნობა არის, აქ რა არის, რას უმალავს, ამას აქ შიში თქვენი დაკარგვის, უზომოდ დიდი. და შეიძლება თავის თავსაც არ უტყდება იმაში, რომ მე დავკარგავ, იმიტომ რომ მაგას ახლა იცით რა არის. აქ თითქოს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ ადამიანს გონია, რომ თქვენ კი გიყვართ ძალიან და შეიძლება თქვენ გიყვართ, მაგრამ თვითონ რომ უფიქრდება ყველაფერს, აქ შეიძლება даже იმის შიში გქონდეს, რომ არ დავკარგო მე ეს, ანუ даже რა არის, იცით, ამოგივა ყელში ის მომდის რა, რომ შენ იმდენს ითმენ, შენ იმდენს იტან, ჩემგან რომ შეიძლება ეს ბოლო პიალაც ანუ უკვე გადაივსება და უკვე შენც უკვე ამდენი ნერვები აღარ გექნება, როდემდე შეგიძლია შენ მოუთმენ ამ ყველაფერს, კი. აი ამას ელაპარაკება ღმერთს, ოღონდაც ღმერთო მიეცე ამას კიდე მოთმინება, ოღონდაც ვუყვარდე ამას და ოღონდაც იფიქროს ჩემზე კიდე ამან რა. ანუ კიდე ასეთი სიტყვები, რომელიც ასეთი გრძნობები, რომელიც ახლა ნამდვილად შიშებიც აქვს ამას რა. კიდე შენ ხარ ჩემი ვარსკვლავი, შენ ხარ ქალი, რომელიც აი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მინდა შენთან, მე მინდა ეს სიყვარული იყოს მარადიული. აი ნახეთ აქ როგორი თემა, აქ ამას იმ დონეზე ეს ემოციებს ვერ გამოვხატავს ეს ადამიანი, მაგრამ ანუ იმდენაზე აქ ეს რაღაცა ტკივილი ამ ადამიანს, რომ
აი ადამიანი თავის თავსაც ვერ უტყდება, რომ შენ ხარ ჩემი ის ადამიანი, ის ქალი, ვისაც მე მინდა, აი მინდა მთელი ცხოვრება იყოს, ჩემი მთელი ცხოვრება იყოს ეგეთი სიყვარული, რომ აი მე მინდა, რომ ეს იმიტომ რომ შენი სიყვარული მე მკურნავს, შენი სიყვარული მაძლევს მე აი საერთოდ ძალიან ისეთი ადამიანი არის, აი ცოტა უცნაური კარგი რა, მაგრამ აი ღრმა ადამიანი რა, გაიგეთ, რაღაც სხვანაირად ხედავს ამ ყველაფერს რა. აი აქ ახლა კოშკი როცა არის, აქ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა, შეიძლება აი ეს დაკარგვა, რომელიც თქვა მოხდა, ხო? და მაგას ეგონა რომ მაგით ახლა მე იტყუებდე თავს რა, ასე რომ თქვა, ეგონა რომ და всё მორჩა რა, მაგრამ არა ვერ ქნა რა, იმიტომ რომ ნახეთ რამხელა აი ვერ უტყდება თავის თავს, რომ შენ ხარ მისი ანგელოზი, შენ ხარ მისი მფარველი ანგელოზი, ეს სიყვარული ჩემი მფარველი ანგელოზი და სადაც არ უნდა ვიყო, მაინც აი სულ შენ ხარ ჩემი ვარსკვლავი, შენ მენათებ გზას. აი ეს მოდის ნაკადიდან ასეთი სიტყვები რა. ნახოთ ახლა მისი შინაგანი კონფლიქტი შენთან მიმართებაში, შინაგანი კონფლიქტი შენთან მიმართებაში. აქ ახლა პრინციპში აქ როგორ არის იცით? ანუ ერთი მხრიდან შეიძლება ერთი ხელით აი გეუბნება რომ თუ გინდა წადე, აი ნახეთ აქ ზის, ნახეთ ეს კაცი როგორ ის ხელი როგორ აი ასე, მოიცოდეთ როგორ განახოთ ახლა. აი ასე და ეს ნეკა ასე არის რაღაცნაირად, ხო? ანუ ხო რაღაც ეგრე. ანუ როგორ არის იცით? თუ გინდა წადე, მაგრამ ეს ნეკა მისკენ არის რა, ანუ არა, მაინც ჩემი ხარ. ანუ თან გიშვებს, თან ვერ გიშვებს რა. თან ვითომ ახლა მე რა ვქნა, რა გავაკეთო ხა თუ გინდა წადე ამ დროს, არა, აი ხო იცით რომ ჩაიფიქრებენ სურვილის, ან რაღაცას რომ ამბობენ და ასე რომ თითებს რომ აშვებიან რომ არა, ეგრე არ გააკეთო რა, არ წახვიდე რა. ანუ კონფლიქტი იმაში, თან გიშვებ, თან მაინც ჩემი ხარ, თან თუ გინდა დავშორდეთ, მაგრამ ამავდროულად რა, არა, ჩემი ხარ შენ. არა, ხო, აი ზუსტად ეს კონფლიქტი მიდის მაგასში რა. ზუსტად რომ ანუ თან ახლა თან ესეთი მომენტი არის რომ აი არავინ არ გაბედოს, ძალიან ეჭვიანობს ხოთა შორის, აქ არავინ არ გაბედოს, იმიტომ რომ ეს ჩემია, ჩემი საკუთრება, ჩემი ბედნიერება, ეს არის ჩემი სახლი, ეს არის ყველაფერი. ამ დროს თან ჩხუბობს, გაიგეთ, თან ახლა კონფლიქტში ხარ ეს და ამ დროს უძირფასესი ხარ. ანუ იმიტომ არის რომ ვერ ხდება რა უნდა გააკეთოს რა. კი. და კონფლიქტი ზუსტად იმაში რომ თვითონ იცის რომ მე თუ რამის არ გავაკეთებ, არაფერიც არ იქნება და მე უნდა ვიმოქმედე, მე უნდა გავაკეთო, მე უნდა ეს ჩემი გულის ტკივილი მე თვითონ უნდა აი აქ როგორ არის თუ მე არ დავბრუნდები და თუ მე კაცურად არ დავბრუნდები და მე თუ არ შევიცვლები და კაცურად არ დაუდგები, აი ასეთი ტკივილი იქნება სულ. აი ასე. ნახოთ ახლა ჩვენ რას გრძნობს, ესე იგი ენერგეტიკულ დონეზე, როცა თქვენზე ფიქრობს. ენერგეტიკულ დონეზე ფიქრობს, რომ ეს აქ არის მესაკუთრე. ძალიან მიუყვარხარ, ჩემი ხარ, ყველანაირი ემოცია თუ რამე არის, რაზეც არ უნდა იფიქროს, ეს ადამიანი ფიქრობს მხოლოდ თქვენზე, იმიტომ რომ ძალიან კარგად გრძნობს თავს თქვენთან. ცხრიანია თასების ეს არის როცა მე კარგად ვგრძნობ იქ სადაც მე ვარ. და პრინციპში მამაკაცებს ეგეთი სიყვარული აქვთ, რომ ანუ უყვართ ის, ვის გვერდიდაც კარგად გრძნობენ თავს. აქ ნამდვილად მე უზომოდ კარგად ვგრძნობ თავს შენს გვერდზე და ენერგეტიკულადაც რომ ფიქრობს, ანუ მაშინაც კარგად გრძნობ თავს. კი ბატონო, ანუ ხედავს ამ თქვენ და ურთიერთობას ხედავს აი როგორ რანაირად ხო აქ დაჟე სხვათა შორის აი რაღაცებს წარმოიდგენს რომ აი როგორ კი წარმოიდგენს ნამდვილად და ანუ როგორი ურთიერთობა გააქვთ რანაირად აი შეიძლება საუბარი, შეიძლება საჩუქარზე ფიქრობს, შეიძლება რაღაც ანუ ენერგეტიკულად სულ თქვენ უტრიალებ და როცა დავშე და როცა თქვენზე ფიქრობს ეს ადამიანი სულ ფიქრობს იმაზე, რასაც სიამოვნო არის მასთან ურთიერთობა. თუნდაც ახლა არის ვიცი რომ ძალიან გაბრაზებული ჩემზე და ძალიან არის ანუ ჩემზე ნაწყენი და შეიძლება სულაც აი
არანაირადაც რა ვიცი, მიიღებს საერთოდ ეს ქალი, აი ეგეთი რაღაც მომენტი მოდის რა. ანუ მენტალურად ხარ ძალიან ერთმანეთთან დაკავშირებული, თქვენ ეს შემიძლია გითხრათ რა. ნახოთ მისი მთავარი გზავნილი შენ სულს აქ და ეხლა მთავარი გზავნილი ეს არის, რომ აი ნახოთ რომ მაგ შინაგანი ბრძოლა ეხლა ნუ გაექცევი, ნუ მე მაინც დაგეწევი, რაც არ უნდა იყოს, აქ ნახოთ ერთი გარბის და მეორე ეწევა. ანუ ნუ გამექცე, მე მაინც არ მოგცემ იმის უფლებას, რომ შენ მიმატო, მე მაინც არავის არ მივცემ უფლებას, რომ ვინმე დაუშვოთ შენ ეხლა ან წამართვას ან რაღაცა, არა, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენ ისე ჩემი იყო. კი, აი აქ ადამიანი კიდე აი თან გამოვიდა მე-20 არკანი რა, ჩვენ მონათესავე სულები ვართ, რაც არ უნდა იყოს, რა კონფლიქტებიც არ უნდა იყოს ჩვენ შორის, ჩვენ მაინც ერთმანეთთან მოვდივართ და ვერ გამექცევი, ვერა. შენ კი შეიძლება თქვა, რომ მორჩა დავასრულე, არ მინდა არაფერი, შენ ასეთი ისეთი, იმიტომ რომ მე ვიცი რომ მაგას იზავდი, იმიტომ რომ მე გავაფუჭე ყველაფერი, მაგრამ ეხლა აი აქ ყველა ვარიანტში ჩემ სულს უნდა შენთან და მე ყველა ვარიანტში ამ ურთიერთობას ავაღდგენ. კი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ოჯახი, ჩვენ ვართ ერთმანეთის შექმნილი, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. შენ ხარ ჩემი საჩუქრების შორის საჩუქარი რა, შენ ხარ მნიშვნელოვანესი ჩემთვის, შენ ხარ ის ადამიანი, ვისთანაც მე მინდა ვიყო, ვისთანაც მე მინდა გავაგრძელო ჩემი გზა. აი ეს არის მისი მთავარი გზავნილი, ჩემო ლამაზებო რა. ნუ ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ ეს უნდა გაიგოთ თქვენ, რომ რანაირი კონფლიქტიც არ უნდა იყოს ჩვენ შორის, ეს არაფერს არ ნიშნავს. მაინც ჩვენი სულები იმ დონეზე არიან ერთად, მაინც ყველაფერი შეიცვლება, მაინც ერთად უნდა ვიყოთ და მაინც ახალი გზაც ჩვენ უნდა დავიწყოთ ერთად. ერთად უნდა დავიწყოთ და დავიწყოთ კი რა, გავაგრძელოთ ასე ნულიდან გავაგრძელოთ და ნულიდან ჩვენ მე მოვდივარ შენთან, აი მაგ რამე არა მაგ რა ვიცი მე აი განახლებული მოვდივარ შენთან, უბრალოდ დამელოდე, იმიტომ რომ მხოლოდ შენ ხარ ჩემი ოჯახი, მხოლოდ შენ მიყვარხარ, რა კადი არის ვერც ვასწრებ უკოლაპარაკს რა. შენ მხოლოდ შენ შეგიძლია მაჩუკომე ბედნიერება, შენ ხარ ჩემი ოჯახი და შენ ხარ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი. ნუ აქაც პრინციპში მაგან გვაჩვენა რომ უმნიშვნელოვანესი ხართ რა. და ეხლა ვნახოთ, ნუ რა უშლის ხელს რომ ეს რეალურად ცხოვრებაში პირდაპირ თქვას, რა უშლის ხელს. ნუ აქ როგორი მომენტი არის, ეს ახლა ერთი წამი რა უშლის ხელს, ეს თვითონ რას ნიშნავს აქ, რა უშლის ხელს? თქვენი ნდობა დაკარგა. იცით რა არის, მაგრამ არ იცის რომ თქვენ რომ ეს ყველაფერი გითხრათ, რამდენად მიიღებთ თქვენ და რამდენად იქნება თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი და რამდენად თქვენ ახლა ამას დააფასებთ ამ სიტყვებს, იმიტომ რომ შეიძლება ადრეც უთქვამს რაღაც მაგდაგვარი, მაგრამ არაფერი არ გააკეთე, გააფუჭა ყველაფერი ისევ, ხო? და ამიტომ თქვენ შეიძლება რაც არ უნდა ვუთხრა, როგორც არ უნდა დაველაპარაკო, მე არ ვიცი მიიღებს ამ ჩემს სიტყვებს საერთოდ, იმიტომ რომ კი, იყო რაღაცებს ვეუბნებოდე, რომ აი თქვათ ასე იქნება, ასე, მაგრამ ისე მასე, იყო როგორც თქვათ იყო და ამიტომ ვარ შეჩერებული, თუმცა მინდა გითხრა, ნახეთ აქ როგორია. რაინდით ასების რა არის იმისი პენტაკლების და ხელში როგორ უჭირავს პენტაკლი. ანუ ეს შენთვის მე მინდა ვთქვა, მაგრამ ვერ გეუბნები, იმიტომ რომ უკვე შეიძლება არ დამიჯერებ შენ, იმიტომ რომ ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, მაგრამ აზრი გითხარი, მაგრამ არაფერი ეთყობა არ გააკეთე, ხომ ასე იყო? კი, ხო. ანუ შენ მარტო მელოდებოდი, მე არაფერს არ ვაკეთებდი, მარტო ვიჯექი. კი, მე შენ ძალიან გაფასებ, მე შენთვის კი მithქვამს ბევრჯერ რომ შენ ხარ ჩემთვის ძვირფასი, კი მინდა, მაგრამ ვერა, იმიტომ რომ აქ თუ მოვალ შეცვლილი, იმიტომ რომ მე უკვე ამას მილიონჯერ შეგპირდი, მილიონჯერ გითხარი, მილიონჯერ შენ მე დამიჯერე, მაგრამ არაფერი არ მოხდა და ამიტომ მე არ შემიძლია ისე მოვიდე შენთან როგორც მოვდიოდი, ხო? იმიტომ რომ სისულელი გამოვა ჩემი მხრიდან და ამიტომ რა აზრია რა. და ვნახოთ ახლა აქ მაგის შინაგანი даже ვეთქვი დაბრკოლებები უფრო აქვს, ხო? მაგას აქ როგორ იცით რომ
არ ვიცი შენ თუ გინდა უკვე შენ თუ მე ამირჩე მე არ ვიცი შენ იმდენად იდეალური ხარ შენ იმდენად მაგარი ხარ რომ მე არ ვიცი შენ ჩემი დანახვა თუ საერთოდ გენდომება შენ ეგაც კი არ ვიცი ნამდვილად რა ამიტომ ვჩერდები რა იმიტომ რომ ვიცი რომ სულ სხვანაირად რაღაც უნდა მოვიდე რომ ეს უკვე არ იმუშავებს შენზე რა აი ეგეთი და ნუ ნახოთ ახლა ჩვენ როგორი იქნება შედეგი რა როგორი პოტენციალი იქნება ამ გაკვეთილის ვთქვათ ამ სიტუაციას ну აქ პრინციპში რას გვეუბნებიან თქვენ შეგიძლიათ თუ გინდათ მისცეთ ჩანთ ჩაიხედეთ ახლა ანუ თქვენს გუჯი თქვენ თუ გინდათ გააკეთეთ არჩევანი აქ რას ამბობენ იცით რომ პრინციპში ეს არის როგორც აი პანდორას ყუთი რა არ იცი რა იქნება რა გვეუბნებიან მაგრამ არჩევანი შენ გააკეთე ახლა შენ როგორც შენ თვითონ თვლი რა რომელიც აქ ახლა აი ისეთი ბუნდოვნად გვაჩვენებენ მაგრამ აი რა არის იმ პანდორას ყუთში რა არის აჰა თვითონ არის კიდე რა არის პატარა თავისი ანუ ნახat მე მაგ შენს მიმართ გულბრწყელის აი სიყვარული მაგ რა მე მაგ აი შენ ხარ ჩემთვის აი აქ როგორ არის არ ვიცი თუ დაუშვათ თქვენ ხართ ცოლ-ქმარი ხო ესე იგი ნუ მიყვარხარ ჩვენი შვილები მიყვარს ხო ანუ ყველაფერი მინდა რა ანუ ვიყოთ ისე თუ დაუშვათ თქვენ ახლა არა ხართ ცოლ-ქმარი ანუ მას უნდა რომ თქვენ იყოთ მისი ცოლი რა იმიტომ რომ ნუ აქ სული მელაპარაკება რომ სულით გულით მინდა რომ ჩემი იყო კანონიერი ცოლი რატომ აშენ არ არის თუ დაუშვათ გინდა და არა რატომ იცით როგორ არის აი ყველაფერი აქ ადამიანი როგორ არის იცით თვითონ შეიძლება ნახეთ ახლა მაინც მომდის რა თუ დაუშვათ არის მოდით ჩვენ არ დავიწყოთ ახლა სამკუთხედი არ ნიშნავს მარტო თქვათ ახლა ოჯახი ყავდეს ქალს თქვათ ახლა ცოლ-შვილია ხო შეიძლება სხვა რამეც იყოს მაგრამ აქ როგორი მომენტი არის იცით შეიძლება ანუ შენ ხარ ჩემთვის ჩემი ბედნიერებას ჩემი ღვთისაჩუქარი ჩემი სიამოვნება ხარ შენ, ანუ ჩემი, მაგრამ არის რაღაცა მომენტები, რომელიც კიდე, ну, არის მოსაკლავი მოდის რატომღაც რა, რომელიც ნახა აქ ხა რაინდი არის ხმალების, რომელიც რაღაცას კლავს, ხო? ანუ სიტუაციები შეიძლება არის ისეთი, რომელიც მე უნდა მოვერიო იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ ერთად, ნუ რაღაცა არის, თქვა, შეიძლება სიტუაციები, ხო გეუბნებით რა. და მოერევი ვეცდები მაქსიმალურად თუ შენ დამიდგები გვერდში, აი ყველანაირად ვეცდები რომ ჩვენ სულ მცირე ერთად ვიაროთ ამ ცხოვრებაში. ჯერ არ ვიცი ახლა, ანუ მე ერთადერთი ის ვიცი რომ უშენოთ ჩემს ცხოვრებას აზრი არა აქვს. ეს არის ჩემთვის სიკვდილი რა, აი უშენოთ აი არ შემიძლია თან ვიცი რომ მეც რომ მივდივარ მეც როცა თქვა არა ვარ შენთან შენთვისაც არის ეს საშენელება ვიცი რომ შენ ძალიან განიცდი ვიცი მაგრამ მე ჯერ არ ვიცი რა გზა რა გავაკეთო როგორ გავაკეთო არ ვიცი მაგრამ ეგ ვიცი რომ აუცილებლად ну უნდა გამოვიდე მინდა გამოგიყვანო შენ აი იმ თქვა ფარული ურთიერთობიდან თუ ფარული ურთიერთობა გაქვთ თქვენ ახლა მინდა რომ გამოგიყვანო მინდა რომ იცოდენ თქვენზე რომ კი, იმიტომ რომ მე იმ დონეზე მივყარ ხარ შენ, რომ უკვე არანაირი ეჭვი არ მაქვს, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი ბედნიერება, ჩვენ არაფერი არ გვაქვს, არც საჩხუბარი და არც არაფერი. ანუ მე ვიცი რომ აქ უკვე აი რანაირად ახლა არც აწონა და არც დაწონა აღარ არის. აქ არის ბედნიერება, თulis კი, შენ ხარ ჩემი სიხარული, შენ ხარ ჩემი ბედნიერება და მე მინდა ყველაფერი თუ ვიმუშავე, თუ გავაკეთე, თუ რამე, მოგიზონათ შენ. აქ უკვე ანუ მე არც ეჭვიც არ მაქვს არანაირი ჩემს გრძნობაში. აი არანაირი აბსოლუტურად, იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენ მაძლევ მე სტიმულს, შენ მაძლევ მე ენერგიას, შენ ბედნიერებ მე. და ნამდვილად მე მზად ვარ რომ გავაკეთო ყველაფერი შენთვის, შენ ხარ შენ უკვე так, ახლა გართულად როგორ თქვა? ანუ შენ მაძლევ მე ისეთ ძალას, ანუ ჩემი ფიქრები, ჩემი ქმედება, ყველაფერი შენსკენ არის. ანუ აქ როგორ არის, მე არ შემიძლია უშენოდ, არ შემიძლია. შენ აი რომს მიმატო, მაინც დაგეწევი, იცოდე რა. აი არ ვიცი.
აქ მთელი გზავნილი ყველაფერი თქვენსკენ არის აბსოლუტურად, იმიტომ რომ თქვენ სექსუალურადაც ძალიან იზიდავთ ამ ადამიანს, მთელი ფიქრები მაგაზე თქვენსკენ არის და ნამდვილად აი ეს რა არის, აი არ შემიძლია იძახოს, არ შემიძლია შენს გარეშე. მე მოვდივარ შენთან. შენ ხარ ჩემი სამყარო, სადაც არ უნდა ვიყო, უშენოდ მე ვარ მარტო, მჭირდები. კვდები შენს გარეშე და ნამდვილად მე არ შემიძლია კიდე ახლა ვიჯდე ასეთ მდგომარეობაში, მინდა რომ შეიცვა აქ ადამიანი ძალიან, აი უბრუნდება, აქ ადამიანი უბრუნდება თავის საყვარელ ადამიანს, იმიტომ რომ იყო რაღაცა პერიოდი მარტო იჯდა, ბევრი დრო გქონდა მაგას დასაფიქრებელი, სადაც მან მიხვდა რომ ეს არის ნამდვილი ჩემი სიყვარული, სერიოზული სიყვარული მაგ და ვერაფერი მე ვერ დამიშლის იმას, რომ მე ახლა ისე არ დავიბრუნო ეს ჩემი სიყვარული, ეს არის ჩემი ოცნება, ეს არის ჩემი განძი, ეს არის ჩემი ყველაფერი, აი ასე ჩემო ლამაზებო, ასეთი საუბარი გქონდა დღეს თქვენს ბიჭს, თქვენთან, თქვენ სულთან.